ნიკა გამარჯობა. მოგესალმებით. რატომ შეასყდი შუბლით პირდაპირ მნიშვნელობით და გადატანითი მნიშვნელობით? მოგესალმებით, გისმედით ბოლო 10 წუთი უფრო ადრეც იქ რომელიღაცამ თქვა არაადეკვატურად პრინციპში არ მოქმედებდა. არა, მე პირიქით ვფიქრობ, რომ ადეკვატურად შეიძლება. თქვენ გონდიათ რომ იქ უბრალოდ გზები ჩაგვიხერგეს? გზები კი არ ჩაგვიხერგეს, აგურები და ქვები გვესროლეს, ზონდერება, რომლებიც დაგვახვედრეს, ველიციხის გადასახლებთან, ნიკა. ეს მოგვიხევით კარგად, იმიტომ რომ ყველაფერი კადრებში არ გამოჩნდა. კი ბატონო, აი თავიდან დრო ხომ აქვს და მოგვიხევით. ჩვენ ყველა ვიცით და ვიცოდით, რომ გაერთიანებული ოპოზიცია აპირებდა თელავში გაპროტესტებას, კონსტიტუციური პროტესტის გამოთქვას თელავში. მას შემდეგ რაც გავიგეთ, რომ პოლიტიკური ცენტრი და დედაქალაქიდან მიდიან თელავში. რატომ მიდიოდნენ, ეხლა უფრო გავარკვიეთ, ხო, შიშისგან რეალურად გაიქცნენ. კარგით, მოვითხოვეთ ერთი კონკრეტული ადგილი თელავში. რაზეც გითხეს უარი და თქვენს რომ ნუ აქ ვერ მოგცემთ უფლებას რომ თქვენ აქცია ჩაატაროთ და ჩაატარეთ რომელიღაცა სხვა ადგილას რაღაცა სკვერში რაც არ მოგვეწონა მაგრამ ნუ ჯანდაბას და წავედით და ვადექით გზას შევიკრიბეთ დილით მე დაახლოებით ეხა 2700-დან 3000-მდე სუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება ხო მივდიოდით გვინდოდა წავსულიყავით გომბორით და რატო გვინდოდა ეცეთ რომ გომბორით წავსულიყავით იმიტომ რომ მოკლე არის გაცილებით 70 კილომეტრით უფრო მოკლეა მანძილი ვიდრე გურჯაანით და ნუ იქ ჩახერგილი იყო უკვე დაახლოებით 100-მდე პატრულის თანამშრომელი და მაგადა გვითხრეს რომ აქედან არ შეიძლება აქ სტუმრებმა უნდა გაიარონო დელეგაციის წევრებმაო აი კორპორატიული ფარტიის არანაირი ინაუგურაცია არის კორპორატიული წეულება რომ მოაწყოს აი იმ ხალხმა უნდა გაიაროსო თქვენ წადითო გურჯაანით კი ბატონო ესე გითხრას რომ გურჯაანით წადითო ბატონო ნიკა გითხრას ესე რომ გურჯაანით შეგიძლიათ წადით არ შეგვიშვეს და რა თქმა უნდა ბოდიშკარენდიო რა თქმა უნდა არ შეგვიშვეს და გითხრეს რომ ზუსტად ეს საუბარი შედგა დათო კირკიტაძესა და მათ შორის ხო მაგ როგორ აფასებ კირკიტაძეს იმ რეპლიკას რომ ძალიან მოვისმინოთ ჯერ იმიტომ რომ დიახა მათთვის ჩაშლის ტოლფასი იყო გაპროტესტება რა ჩაშლის ტოლფასი სხვა რაღაცაა მაგრამ შეიძლება თუ არა ეს გამოიყენოს ოპოზიცია ეს იგულისხმა ჩემო ეკა თორე მაგრამ ცოტა ფრთხილად ხო არ უნდა იყოს ოპოზიციის ლიდერები როდესაც ყველაფერზე ესეთ განცხადებებს აკეთებს არა სრულიად თხემით ერფანდე ვეთანხმები იქ ყოფილიყავ იგივე იმიტომ რომ დიახა პროტესტი კონსტიტუციური პროტესტი მათთვის ჩაშლის ტოლფასი იყო არა ტოლფასი სხვა არის ნიკა გასაგებია ამიტომ შეიძლება ლექსიკით ხო რა ლექსიკას ხმარობ და ზუსტად გამოგიყენოთ ის სიტყვები რომელიც უნდა გამოიგოს დავიმა 6 წელიწადმა ხომ დაგვაწმუნდა რომ მოინდომა შემედავებია თმა რატო არა გაქვს და მე იძულებულს გავხდიან და თქვა რომ გენეტიკურ მამაჩემსაც არ აქვს უნდა ვამტკიცო ბაბუოჩემსაც არ ხონდა უნდა ვამტკიცო რომ მოინდომონ ამ შანსს მომკიდებენ აკიდებენ კარგით ახლა ხდო რა გრიგოლ ვაშაძეს განცხადება რა მიზანი ქონდა თქვენს იქ ჩასვლას ძალიან ცუდად მესმის აი ძალიან კარგი გისმენთ გრიგოლ ვაშაძეს განცხადებება ლარი რო გააფას ყველაფერზე აბა თუ გაწყვეტე აგერ აკაკი ჩხაიძე კარგად იყო აკაკი ზოიძე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე 2 დღის წინ ტელე პირველის ეთერში ძალიან სერიოზული საკითხი განაცხადა შემდეგი რომ ოპოზიციამ დაარიგა ხახვი და კარტოფილი მე თავიანთი კამერით გადაიღეცო და ჩვენ დაგვაბრალესო ნუ ეს კატეგორიაა ხალხო ნუ კარგი წავედით გურჯაანისკენ და გურჯაანისკენ ეხლა მე ამ კოლონაში დაახლოებით მე-10 მე-11 მანქანაში ვიჯექი მეგობრებთან ერთად ხო უცვა და ადგა აყალ-მაყალი და რატომ გადმოცვინე არც ვიცოდით რომ გადაკეტილი იყო პირველი ჩვენი შეჩერება მოხდა იმ წერტილიდან სადაც უშუალოდ ბერეს ავტობუსები დახვდა დაახლოებით 400-500 მეტრით მანამდე ქვები და აგურები გვესროლეს ხახნო ქვები აგურები გვესროლეს ესეთ მანქანაში რო იჯექით მაშინ გესროლდა რა თქმა პირველ ორ მანქანას დაუშინეს ქვები და აგურები გადმოცვეს გაეკიდნენ ჩვენები კი კადრები არსებობს ეხლა ყოველ შემთხვევაში ზუსტად ვიცი ჩვენ პრეზიდენტის კამერას გადაღებული ეხლა გვერდით ოთახში ამონტაჟებენ ხო დაახლოებით 10 კაცი იყო ამის შემდეგ მოკეთ რაღაცნაირად სტაბილიზაციას დაექვემდებარა ეს ვითარება და გავემგზავრეთ კვლავ თელავისკენ გურჯაანის გზით. იქ უკვე 400-500 მეტრში დახვდა პირველი ბარიკადები აღმართული ცოცხალი კედლებით და
კამაზებით, პირდაპირ გაგებით, არ ხომ, კამაზებით იყო ჩახერგილი. და ამასობაში, როდესაც ჩვენ, მთელი ბედიის ყურადღება იყო აი აქ უშუალოდ ველიციხის მიმდებარედ, სოფელი სახელი ველიციხეში აღარ ვიყავით ჩვენ, უკვე ველიციხეს გავწვდით. ბოლოში ის ადამიანები, ვინც ჩარჩენ, კოლონის ბოლოში, ვინც ძღოლები დარჩენ და მანქანები არ დატოვეს, მათ უმოწყალოდ გაუსწორდეს სწორედ ის ზონდერები, რომლებმაც ქვები ჩვენ დაგვიშინეს. მაგრამ იქ ვიყავით ლიდერების და ეს ვერაფერი ვერ მოახერხეს, ხო? შოთა დალათიშვილი კასპიდან, რომელიც ახლა არის საავადმყოფოში, მძიმე მდგომარეობაში ჩამქრეულია. ეს ადამიანები შემოიკა. მაშინ დაშავდა შოთა. კი არ დაშავდა, ხახნო დაშავდა, ნუ იგივე რომ თქვა რომ გარდაიცვალა ქალბატონი იაკერზაია. ეს იგივეა რომ გარდაიცვალა იაკერზაია, კი გარდაიცვალა მოკლეს. იმ ადამიანებმა ორივე ყვა მოტეხილი აქვს და ხვალ უკეთებენ ოპერაციას. არა, ხო, თუ ცემეს, აი ეს მოინტერესებს. მე ბოლოს რომ ცემეს, ეს კადრებიც არსებობს. და ეხლა ამონტაჟებს ჩვენი შესაბამისი სამსახური. არსებობს ეს კადრები, ერთ-ერთმა ქალბატონმა საკუთარი ტელეფონით გადაიღო. ორივე ყვა მოტეხილი აქვს, ცხვირი გატეხილი აქვს და თავი. და ხვალ ჩადის ქირურგი თბილისიდან და ის უკეთეს. გახარია ამბობს, რომ პოლიციელებიც არიან დაშავებულები. და ამის შემდეგ რა სინდისით, ვინა ჩემთვის არ არის. ჩემთვის როგორ არ არის, დიახაც, ვინც არ უნდა, იცით რა, არ მომვიწონოს ეს გაცხადება, არ არის ჩემთვის სალომე ზურაბი, როგორც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის, არ ვიცი, ხელმძღვანელობა საქართველოში, ხო? და არ ვაღიარებთ. აპატიეთ და დამიტოვეთ ეს უფლება, რომ არ ვაღიარო ის ადამიანი, ის ქალბატონი, რომელიც კვირდებოდა, რომ ფეხით ვივლიო, პრეზიდენტი რო გახდებიო, ბაზარშიც უნდა წავი, ფეხით უნდა ვიარო. თუ გახსოვთ, ვისე საპატიებელი არაფერი არ გჭირთ, თქვენ გაქვთ უფლება, რომ ის აღიაროთ. პოლიციის ძალით გადაადგილდებოდა და ელემენტარულად. ხახნო ქალაქიდან ქალაქში აგვიგზავნეს ჩასვლა. მე მესმის და გავიგებდი, რომ თელავში შევსულიყავით და ეთქვათ, რომ იცით რა, ხო, თელავში ხართ, აი იქით ნიკა, რა იყო ამის მიზეზი, რას ფიქრობთ, რატო არ მიგაღწევიათ თელავამდე? რისი შეეშინდა ხელისუფლებას? აი ძალიან დაზარალდა ხო დღევანდელი აი ამ ყველაფრით ხელისუფლება. რატომ გააკეთეს? არ აინტერესებს რა არის? თუ ჩვენ ამას ხელს შეუწყობთ ყოველთვის და ვიტყვით, რომ იცით რა, რაღაცა ცოტა ყვახეხუ არიყავით, ცოტა აგრესიული თუ არიყავით. აბსოლუტურად არ გეკითხებით ამ თემასთან დაკავშირებით, გემოვნების საკითხია. მე არ მომიჩვენა რომ ხელისუფლება არ არის ხელისუფლება. იგი არ არის რომ არის ხელისუფლება. ეს ამბავი, თქვენი აზრი რა არის? რატო გააკეთეს ეს? ფიქრობდნენ, რომ ეს 3000 რო შევიდოდე, შეეშინდათ რა ელემენტარულად რა. ეგ სხვა გასაგებია პასუხი. შიშმა წაიყვანა თელავში, აბა რატო წავიდნენ? როგორ აპირებს ეს ადამიანი, არ ვიცი, საკუთარი უფლებამოსილების მოდით მოვისმინოთ გახარიას პასუხს იმასთან დაკავშირებით, დღევანდელ დღესთან დაკავშირებით და მე ამასთან მიმართებით თქვენი კომენტარიც იქნება საინტერესო. თუ შეიძლება? დი ბატონო, გახარიასთან დაკავშირებით მანამდე გეტყვი და ჯერერთიც აი მე რომ უკანა საათით, უკანა რიცხვით რომ მოიფიქრეს, ეთყობა ვიღაცამ უთხრა ეს რასისულელი გააკეთოთ, ეხლა რაღაც გამოძვერით ამ მდგომარეობიდან და აი თქვენ საუბრობდით იმაზე, თითქოს რაღაც ავტობუსებში რა ჩრდილოეთ კორეა და ჯერ მივდივარ კონსტიტუციური პროცესის გამოსათმელად და შენ მოდიხარ მე ისედაც რომ მიხვდნენ რომ აღსისული გააკეთეს ავტობუსებში არ გამიგია რომ მომიტინგე ხალხი ვინმეს ავტობუსით ავტობუსებში გადასხედით გადაჟექით ახალი შეუძლებელი რამე შემოხდა ლოჯისტიკურად შინაარსობრივადაც ჩაშალეს თქვენი მისვლა თელავში ამას თავის სახელი ქვია უბრალოდ ჩვენ ვცდილობთ გამოვიცნოთ რატო გააკეთეს ეს იმიტომ რომ გაცლებთ რატო ჩემი მანქანით ვერ მივდიოდი ვერ ჩავედი თბილისიდან გურჯაანამდე სულელები ვარ გაცნობიერეთ სხვა საერთოდ თელავში გადატანა იყო კატასტროფა მათთვის ლოჯისტიკური და ზუსტად არ ელოდნენ მოკლედ იმ რაოდენობას რა რაოდენობაც იყო ოპოზიციის მანქანების და ადამიანების მოდი ასე ვთქვათ ეს იყო სინამდვილეში ეს არ იყო ნიკა ეს არ იყო როგორი არჩევნებიც ჩაატარეს მართლა ისეთი ასე ვთქვათ კორპორატიული წვეულება მოაწყოს ეს არ იყო ინაუგურაცია მე ვიცი რომ ჟურნალისტებიც არ შეუშვეს ხო მე ზოგიერთი ჟურნალისტი მიიწვიეს და კი არ შეუშვეს თვითონაც წავიდნენ მოდი გახარიას არ არის ჩემო გახარია არის ადამიანი რომელიც თქვენი შეიძლება არ არის მაგრამ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ამიტომ ამ მოცემულობისთვის ანგარიშის გაწევა მოგიწევთ კი ბატონო მოდი მოვისმინოთ და მე გააკეთეთ კომენტარი კატეგორიულად ხო და მოუთხოთ და გაგრძელდება ძალიან წვავე საპროტესტო აქციები სანამ ძალიან მალე არ დააპატიმრებენ იმ ყველა გამყაბებლებს რომლებიც ვიხილეთ
არ დააპატიმრებენ ყველა იმ ადამიანს, ვინც უმოწყალოდ გაუსწორდა ახალქალაქში ჩვენს შტაბის წევრებს და ასევე ცხონებული ქალბატონის ყრელობაში დიაკერზაიას. დიახ, აუცილებლად, აი ამას ვთხოვთ, ჩვენ გახარიას. გახარიას გავიგერას თქო, მაგრამ სხვა მოთხოვნები თქვენი რჩება ძალაში ვადამდელი არჩევნების სისტემის შეცვლა. ეს გახარიასთან დაკავშირებით რა ხამკითხეთ? აუცილებლად უმწვავესი პროტესტი, უმწვავესი. თქვენ თუ გსმენიათ იმის შესახებ, რომ გახარია შეიძლება ძალიან მალე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდეს. რა მნიშვნელობა, აბა მართა ბახტაძე გონია ჩვენ დღეს პრემიერ-მინისტრი. აბა გახარია გონია. ბატონი გახარია პრემიერ-მინისტრი. ეს უნდა მართლმადიდებლად რა. ცოტა ხანი თუ შეიძლება ძალიან ვიდეო ვატყუებთ. რა ხალხი გვეუბნება რომ დანაშაულებსო ჩავდივარ, ხო არ მოიგო, არ გააპროტესტო. მე რა დანაშაულ ჩავდივარ. ადამიანი პრემიერ-მინისტრი თუ ჩემთვის არ ვიცი რა, ბევრ რაღაცაზე მეტყობს, როდესაც საკუთარ მშობელს, დედას უჩივლებს სასამართლოში. ეხლა თუ კი იმიტომ უჩივი რომ უბრალოდ მართლა მიგაჩნია რომ დედას უნდა მოუგო სასამართლოში ოჯახის წევრი რომ არის გარიჟმაჟზე მოახდინა ამის დეკლარირება ქართულმა ოცნება მოსამართლე უნდა ჩამოიწერო ეს თაღლითები როგორი ადამიანები გვეუბნებიან რომ ხმა რა მოიგო მათ შორის ახლა პარლამენტში ნუკრი კანთარია ხახნო რომელიც ავტომატით დარბოდა შუა თბილისში გოგა ხაინდრავასთან ერთად და რასაკეთებდა ძალიან კარგად უძინო 90 წლებში ადამიანი ნუკრი კანთარია რომელმაც 96 წელს რეჟისორი მისი კოლეგა თეატრალურ მოღვაწეთა რაღაცა კავშირის ხდომაზე დანით დაჭრა ბატონი ვარსიმაშვილიო კულტურის მინისტრის ბატონი ვალერი ასათიანის თანდასწრებით რაღაცა საკითხი ეხებოდა ხო რაღაცას იკამათეს და დაჭრა ჯერ რეჟისორი კაცო დანა ჯიბეში გიდევს რაღაც თეატრალურ კავშირის ხდომაზე რომ მოდიხარ ეს ადამიანი ეხა აქეთ გველაპარაკება ჩვენ მორალური კატეგორიებით ლევანი ყავთ გოგი ჩაიშვილი იქ რომელმაც 2009 წელს 17 წლის დაჭრა ცივი არ არის როგორ ჩვენ 2018 წელს გავიგეთ ეს პოლიტიკური პატიმრობა იყო არა ერთი პოლიტიკური პატიმრობა ბაპატიეთ რა დაჭრა წყნეთში ბატონი ირაკლი ბათიაშვილის ქალიშვილის დაბადების დღეზე და მე რა თქმა უნდა 2013 წელს როგორც პოლიტიკური პატიმარი გამოუშვეს. ეს ფაქტი. კი ბატონო იყო ოპონენტი წინა ხელისუფლების მეც ვარ ეხა ვიძინე ივანიშვილი და ხელისუფლების ოპონენტი მაგრამ რო გავიდე და ვიღაცა რო დავჭრა რა მე პატიება და პოლიტიკური პატიმრის სტატუსით უნდა გამოვიდე. არა, ეს გეპატიება და არჩევანდი ხელისუფლება არ გამოგიშვა პოლიტიკური პატიმრის სტატუსით ესეთი ეჭვი მაქვს. ენზელ კოიანი ყავთ დარბაში პარლამენტის ხომათა დარბაში კლასიკური დამნაშავე კიარაღის წარები უთხრა ახალქალაქში მან და მისმა ძმამ ჩვენს შტაბის წევრებს და ნუ ემზარკვიციაზე საერთოდ საუბარი არ მაქვს ეს ადამიანები გვეუბნებიან რომ გაჩერდითო წარმოიდგინეთ როგორც უნდა ისეთი ვითარება აქვს შექმნილი აი ხა მე დავესხი თავს ქართული ოცნების ფიზიკურად ადამიანებს პარლამენტის ხომის მიმდინარეობისას აქეთ რაღაცნაირად წამოვიდეთ ფიზიკურად და მემაძევებდნენ გასაგებია ნიკა ძალიან დიდი მადლობა ჩემო ეკადა ბოდიში და ჩემო კარგო ადამიანებო ბრძოლა იქნება უკომპრომისო ამ ბრძოლაში დაკავებული ძალიან ბევრი ადამიანი გამოყვება ძალიან დიდი ბოდიში ხო გადაგვავიწყდა რომ გვეკითხავ რაც მთავარია რა გეგმები გაქვთ ვიცი რომ 12 საათზე ხვალ უნდა გამოაცხადოთ ამასთან დაკავშირებით მთავარი გადაწყვეტილება გადაკეტილია თუ არა რუსთაველის გამზირი არა ეხლა გადაკეტილი არ არის კარვები დგას ტროტუარზე რა მიმართულებებს იხილავთ ეს მაინც თუ შეიძლება რომ გითხრათ გავიგეთ რომ ბრძოლა იქნება კომპრომისო ბოლომდე ხალხი დეკანონზე დღეს თქვა რომ მას ვკითხავთ ეთერში გვეყოლება რომ არ გეგონოთ გართობა და გასეირნება და ახალი წლის გამო საცივი საჭმელად სახლში დავიშლები და წავალთო რას ნიშნავს ეს ნარატივი აი ეს საერთოდ ნარატივიდან დისკურსზე გადავალ ახლა ყველაზე უფრო გაცვეთილ სიტყვებზე აი უცნაური დისკურსი შემოგთავაზეთ უცებთ რომ ეგრე აღარ მოხდება გუშინ გია პატარავაშაძემ ასე ვთქვათ ილაპარაკა რომ ეგრე აღარ არის უჩვენოთ რომ რაღაცეები გინდოდათ და წყვეტით და დაივიწყეთ ეგ ამბავი მარტო თქვენ რო იყავით ქვეყანაშიო დღეს ხატია თქვა რომ დაივიწყეთ ახალი წელი თქვენ არ გეღირსებათ მშვიდი იმიტომ რომ ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლასო ეხლა თქვენ ამბობთ რომ ბრძოლა იქნება ბოლომდე და უკომპრომისო აი ეს დისკურსი მთელი რას გვასწავლის რა გინდათ რომ ამით თქვათ ბრძოლა იქნება მანამ სანამ არ ვაიძულებთ აი რაც ვილაპარაკე გახარისების მიმართებაში ასევე საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას არ ვაიძულებთ და მას არ მოვაყოლოთ ვადამდე საპარლამენტო არჩევნებს
ეხლა აღარ უკვე გადაგვავიწყდა ხახტო ზაზა სარალიძე და მაჩალიკაშვილი იმდენი რაღაცა ხდება ამას არჩევნებს გადამკიდე გადაგვავიწყდა წარმოიდგინეთ აი თვითონ და მე მიჩუმათ და ნუ მე რა რო იქ არის და შეეჩვია მუხტარლი ხო საერთოდ დაგვავიწყდა კაცი რომელიც აქედან მოიტაცეს და ციხეში ყავთ ეხლა აი ბატონი კუპატაძე სხვათა შორის დღეს ჩვენ შეიძლება დაგვავიწყდა მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობას არ ალეწყდება და ილექებულა ანგარიში ნიკოლას ამიტომ ბრძოლა იქნება ყველა პერიმეტრზე ბრძოლა იქნება ყველა კვადრატულ მეტრზე პოლიტიკურ გულისხმობ იქნება საკრებულოებში პარლამენტში მე პირადად ვაპირებ პრაქტიკულად ყველა პლენარულ სტომას დავესწრები აუცილებლად რა თქმა უნდა იქნება წავე ქუჩის აქციები და ნახოთ მოკლედ თქვენ ემზადებით სერიოზულად მუდმივად რყევაში გეყოლებათ როგორც მინიმუმ ეს ხალხი სიმართლე გაიმარჯვებს თუ სიყალბე გაიმარჯვებს ნიკა მოდი გულწრფელად ბოლო შეკითხვას დაგისვათ თქვენ ფიქრობთ რომ ამ არჩევნებზე თქვენ კანდიდატმა გაიმარჯვა დიახ გულწრფელად მე ხა არ მახასე მე თავადაც ხა 2014 წელს კანდიდატი ვიყავი ხო და ვაღიარეთ 14-შიც 16-შიც 13-შიც 12-შიც აღიარე სანამ მე ვიქნებოდი ხო ეხლა ჩვენი პოლიტიკური გაერთიანებისთვის ანუ პარტიისთვის და მე ხა კოალიციური გაერთიანებისთვის არ არის უცხო იმის რომ ვაღიაროთ მაგრამ როდესაც ვიცით რომ ეს არჩევნები მოიპარეს და ეხლა ყველას დავუმტკიცეთ როგორ მოიპარეს რა თქმა უნდა აბა თავისუფალ არჩევნებში მე პირობას თავისუფალ არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა მიიღოს მონაწილეობა და რამდენ პროცენტს მიიღეს ჩემი აზრით თუ გაინტერესებს მაქსიმუმ არ იქნება ეგ პროცენტი გარანტიას გაძლევ რა თქმა უნდა პირველ ტურშივე წაგმართოს მე თუ რამეზე ვნანო მე თუ რამეზე გული წყდება დიახაც არის რომ პირველ ტურის შემდეგ მეორე დღესვე ჩვენ არ უნდა რო შევარჩინეთ ის რომ პირველ ადგილზე თუნდაც 0.9% დააფიქსირეს სალომე ზურაბიშვილი ეს იყო ჩვენი ძალიან დიდი შეცდომა ჩვენი ძალიან დიდი შეცდომა იყო ის რომ მეორე დღესვე არ მოვთხოვოთ ახალქალაქის მოძალადეების დასჯა დიახაც არ მოვთხოვოთ და მესმის ნიკა გასაგებია დიდი მადლობა მაგრამ ამ ყველაფერს მივახცეთ მე ვფიქრობ დიდი დრო არ დაგვჭირდება დიდი დღეს მათ რაც გააკეთეს ეს იყო უკვე ბოლო წვეთი ისინიც ათვიცნობიერებენ ამას რაც ჩაიდიეს სხვა გზა არ ქონდათ კი ბატონო ეს გამოწვევა მიღებულია შევად ყველა ორთაბრძოლაში ხო მაგრამ უბრალოდ ხვალიდან გახარიას უწყებამ პრაქტიკულად დაანონსა სამართლებრივ მინიმუმ ხვალიდანვე ჩვენ აანონსეთ გახარიას კრიმინალი გახარიას დევნას დავიწყებ მე პირადად დიახაც იმიტომ რომ ის ადამიანი შავზე მეუბნება თეს და ყოლელზე მეუბნება რომ ეს ყოლელი არ არის ყოლელი მოძალადეზე მეუბნება რომ არ არის მოძალადეო ემზელ ყოიანდა იარაღის სტარები უტყა ახალქალაქში და გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე და გმირი უწოდა ნუ პარლამენტის თავმჯდომარე გასაგებია ნიკა დიდი მადლობა